მოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ ახლა უყურებთ Georgian Hunter-ის YouTube არხს, მე ირაკლი ვარ. ეს კი ვაჟა არის. გამარჯობათ. დღეს წამოვედით ჩვენს ღია სასროლეთში, ნორიოში. თან გვაქვს ორი ერთნაირი იარაღი, ატა თურქოა 308 Winchester-ი და 150 გრეინიანი. ეს არის რაღაც იშვიათი აგუილას ბიუჯეტური შედარებით სავარჯიშოდ ივარგებს. ხო, სავარჯიშოდ გამოდგება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იარაღები, როდესაც შევიძინეთ, ჩვენ არ ქონდა ოპტიკური სამიზნე და ღია სამიზნეებით და შემდეგ რაღაც ერთი ოპტიკური სამიზნე ქონდა ვაჟას, იმით ვარჯიშობდით ხოლმე, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ორივე იარაღზე არის Redwin-ის Torero, ეგეთი ბრენდის და მოდელის ოპტიკა არის 318 არის გადიდება 318-50-ზე. დღეს იმიტომ ვარ თამაშული აქ, რომ ეს ოპტიკები უნდა გავასწოროთ. უნდა გავასწოროთ. ეს ოპტიკები ჩვენ ცივად გაგვისწორა გიორგიმ. მოდი, მაყურებელს ახლა ვაჩვენოთ ჩვენ როგორ სწორდება ცივად სამიზნე და ამაში გიორგი დაგვეხმარება. მოусმინოთ გიორგის. მოგესალმებით მაღაზია მაგნუმიდან. დღეს ჩვენ დავაყენებთ ოპტიკურ სამიზნეს ატა თურქოაზე, კონკრეტულად Redwin-ის Toreros 318-50 FFP-ზე. პირველ რიგში ვამაგრებთ სამაგრებს 30 მმ-იანებს mediums. Ну, რა თქმა უნდა, თვითონ იარაღს აქვს რეგულირება, რომ შეგიძლიათ მაღალ საფეხურებზეც დააყენოთ ოპტიკური სამიზნე და უფრო დაერეგულიროთ სახეზე, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში ვაყენებთ, რა თქმა უნდა, 30 მმ-იან რგოლებს და დავაფიქსირებთ თავისი ბოლტებით. და ხშირ შემთხვევაში შეცდომებს უშვებენ ხოლმე ოპტიკურ სამიზნის დაყენებისას არაპროფესიონალები და ეს შეცდომა რაში მდგომარეობს. გადაჭერისას ოპტიკურ სამიზნეს პირობითად ამ კონკრეტულ მოდელს აქვს 4 სამაგრი. ხო და გადაჭერისას უჭერენ ჯერ ერთ ხარეს ხოლმე, შემდეგ მეორე ხარეს და ეს არის დარღვევა და არ შეიძლება. უნდა აუცილებლად დაესწიროს კრესტიკულად, ანუ ჯვარედინულად. ხო ჩასვავ. კრესტიკული. და როგორ მოწონს? ჯერ სადახარ ზოგიც გაასწორე და ისროლე. ლეველი მოგემატება +50. ის წავდით. ხო, ზოგადად სქელიბადე ძალიან უშლის მიზანში მიტანას რა, ანუ ობიექტს რასაც უყურებ, ფარავს ხოლმე და ვეღარ ისვრის ეს ზუსტად. თუმცა სქელიბადე ნადირობაში ძალიან კარგია, იმიტომ რომ უცბად ჩანს, სწრაფად ჩანს, ხო ხდები გაქცეულისთვის რა. ესე ეგრე რო ვთქვათ. ესე იგი დღეს მონტაჟის გარდა შევეცდები გავასწოროთ ცივად და აგიხსნით თუ როგორ გავაკეთებ მაგ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს აგიხსნით, რაც შეიძლება რომ გადმოგცეთ თქვენ. დაქს. Всё. ესე იგი 4-ვე, ესე ვთქვათ, bolts მარჯვენა ხარეს დაუჭერთ, 4-ვეს მარცხენა ხარეს დაუჭერთ, მაგრამ ნახეთ, ჯერჯერობით ოპტიკური სამიზნე მოძრავ მდგომარეობაში არის. ის რომ მოძრავ მდგომარეობა გავაჩეროთ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ თარაზული მდგომარეობა რა. თარაზული მდგომარეობა თვითონ ოპტიკასაც ნიშნულიც კი აქვს წერტილი აგერ, რომ ასე ვთქვათ, სამაგრების შუაში გაუშუალო, რომ უფრო ადვილად მოხდეს მისი სწორად დაყენება. აი ეს. ერთი 5 ჯერ მაინც დამივარდება დღეს. გასაყები. თან მოდი ვისაუბრებ, როგორ ხდება ცივად გასწორება, რა მოკლედ რო ვთქვათ, ცივად გასწორება ესეთი რაღაცაა. პირობითად ვიღებთ რამე აი დაუშვათ მსგავს მისაკრობ რაღაც საშუალებას, მიაკრობთ კედელზე.
შემდეგ გამოიღებთ მექანიზმს, გადამტენ მექანიზმს აქედან, ლულაში რომ გახედავთ და გამოჩნდება ეგრეთ წოდებული ის ობიექტი, რაზეც ასწორებთ, შემდეგ უნდა გაუშუალოთ უკვე 0 ეგრეთ წოდებული ბადის შუა ნაწილი იმ ყვითელ კონკრეტულად მე ამაზე მაქვს საუბარი იმ ყვითელ ტოჩკაში. ანუ ლულის ნარეზი და ოპტიკური სამიზნის კრესტიკი უნდა იყურებოდეს აუცილებლად ორივე ყვითელ ფონზე. ესე. ეხლა შეგვიძლია გავხედოთ და ნახოთ სიზუსტე როგორია. კონფეტ. აი ეს. არავითარ შემთხვევაში ბოლტები არ უნდა გადაუჭიროთ ძალით. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ჯვარედინად უნდა გადაეჭიროს ორივე მხარეს. ჯერ პირობითად აქეთ, მერე იქეთ. მე მინახავს თვითონ ეს ბოლტები ჩაწყვეტილებით, მინახავს ოპტიკა თვითონ გაღონულიც, ვინაიდან არასწორი კუთხით დაჭერილი ყოფილა და ხო ხტები, ანუ ბევრი ისეთი ნიუანსია ხოლმე, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ უეჭველი. ან თუ არ იცი, ჯობია პროფესიონალს გააკეთებიოთ. ჩემი რჩევა იქნება. ესე იგი, თითქმის მოვრჩით ჩვენ მონტაჟს, მეორე იარაღზეც იგივეს გავიმეორებთ და შემდეგ გადავალთ ცივ გასწორებას. ესე იგი, ოპტიკურ სამიზნეს პლუს მოყვება. ესე ვთქვათ, სამზიური, წინიდან როცა მზე გვირტყავს და თვალს, ესე ვთქვათ, ყენს ხოლმე და ობიექტის ხედვაში გვიშლის ხელს, ამ შემთხვევაში დგება, აი ამ ადგილზე იტაპის შედის ამაში. ოღონდ ამ შემთხვევაში კორა უნდა მოიხსნას, რომ ეს შემოვიდეს. ნახეთ, უშლის და აღარ შემოდის. მაგრამ მე თუ მკითხავთ, კორა აუცილებელია მონადირისთვის, რომ ეს რორამე უკანა ნაბიჯად ჰქონდეს. დაუშვათ, დაუვარდეს იარაღი, დაუშვათ, ყველაფერი ხდება, რომ კორა მაინც იყოს მზადყოფნაში, რომ ინადიროს და არ მოუწიოს თოფის მანქანაში დადება. პირობითად დაგპატიჟეს მეურნეობაში და ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმისთვის, რომ რა არეალში გიწევს სროლა, ან რა ნომერში უნდა დაუდგეთ, ხო? ხო არის ესეთი ამბავი და ასე ვთქვათ, მოხდით ისეთ ნომერში, რომ გვიწევს 50 მეტრამდე სროლა. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩახსნათ ოპტიკა და დაიტოვოთ ეს კორები. აი მაგიტომ ამწოს ხოლმე სანადირო თოფში კორები, რომ აქვს უეჭველი უნდა ქონდეს რა. მონადირეს სჭირდება. ვინც ახლა ზუსტი სროლის მოყვარულია, იმისთვის პირიქით ზედმეტია ეს, ასე ვთქვათ, ფუნქციები რა. არაფერში არ აჭირდება იმას. ხო და ამიტომაც არის საჭირო რა. რორამე მოხდი ისეთ ადგილზე, რომ ფიზიკურად ოპტიკური სამიზნით იხედები და ვერ ხედავ ობიექტს სადაც ისვრი, უბრალოდ პირდაპირ ჩახსნი და გადახვალ კორით სროლას. რაც შეეხება ატა თურქუას, არის 11 ტვისტიანი. ის ირგებს 168, 175, 180 გრეინიანი ვაზნებს. ყველაზე კარგად 160-ს ირგებს, მაგრამ მაგასაც აქვს დიდი მნიშვნელობა რა დისტანციაზე უნდა იხმარო. პირობითად 500 მეტრის აქეთ სასროლად კარგი იქნება 168-იანი და მაქსიმუმ 175 და 500-ის ზემოთ უკვე აუცილებელია მძიმე წონა, ვინაიდან ჩაკიდვა და ტრაექტორია უფრო სტაბილური ექნება, ვიდრე ცოტა მჩატე თავს. მიმიხვდით რაც თქვი. რაც შეეხება ბრენდებს, სასურველია იყოს მწარმოებელი. მე ფედერალს ვცემ პატივს, ძალიან მაგრად ვცემ პატივს ფედერალს. 168 გრეინიან ვაზნებს. ვინაიდან ჩვენ პირობებში თან ძირითადად არ გვიწევს ხოლმე 500 მეტრის იქით სადღაცა უაზო ცროლები რა. გვიწევს ძირითადად ტყეში და ჭალაში და ეგეთ ადგილებში ნადირობები ხოლმე, სადაც დაშვებულია ნადირობა რა და შესაბამისად 168-იანი სისწრაფეშიც კარგი არის და სიზუსტეში სტაბილურია 500 მეტრამდე. და რაც შეეხება თვითონ ვაზნის თავის ფორმებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეში მაგასაც. პირობითად
hollow point-ი რო ავიღოთ, ჩაჭრილი თავით, გადირკული თავით. რაც შეეხება ჯოულებს და ვაზნის მუშაობის ეფექტს, მე ახლა გაჩვენებთ ძირითად სანადირო ვაზნის პრინციპი როგორი უნდა იყოს. ნადირობაში როგორი ვაზნა გამოვიყენოთ, რომ ჰქონდეს საბამისი ჯოული, სიმძლავრე და ასე შემდეგ. ძირითადად გამოიყენება მსგავსი ტიპის ვაზნები, ნახეთ, მსგავსი ტიპის ვაზნები. უფრო მიზანშესასრულად გამოიყენება და მსგავსი ტიპის ვაზნა ძირითად შემთხვევაში გამოიყენება დამაზიანებელ ეფექტში, ანუ ძალიან ძლიერი ჯოულის პატრონია, ასე რომ ვთქვათ. ეს კონკრეტული არის 357 მაგნუმის ვაზნები, იგივენაირი არსებობს 308 კალიბრზეც, 30.06-ზე და რომ ჩამოთვალოთ ბევრ კალიბრზე მოკლედ. თითქმის 99%-ზე კალიბრებზე. hollow point, ეს ეგრეთ წოდებული გადირკული ვაზნები მიზანში მაინც და მაინც არ გამოირჩევა მაგრად და კარგად. ვინაიდან ქარის ჭრის დროს ვაზნა დაყვება ქარსაც და შეფერხება აქ დიდი, წინაღობა აქ დიდი. ამ შემთხვევაში წინაღობა ნაკლები აქვს და მეტად ზუსტიც არის და მეტად სტაბილურიც არის სროლა. ჯოულით ახლა პირობითად გელზე სანადიროთ როცა მივდივართ. გელზე სანადიროთ. ეს ვაზნად კარგად იმუშავებს, ვინაიდან გელს არ ჭირდება ძალიან ძლიერი რაღაცა ჯოული რომ მოხდეს, მაგრამ პირობითად დათვი ავიღოთ, ღორი ავიღოთ, ხო? დიდი ცხოველი. 100, 150, 250 მეტრში აი ესეთი ფორმის ვაზნები დიდ ზიანს აყენებს უფრო და მეტი შანსია რომ გააჩეროს ცხოველი. აჰა. მოვურჩით ერთი იარაღი. ცივად ის ჯერ არ გაგვისწორებია, არც ეს შესაბამისად. გადავედით მეორე მოდელზე. უფრო ლამაზია, მაგრამ პლასტიკი უფრო მირჩევნია პრაქტიკაში. გადავედით, ეხლა მეორე იარაღს დავამონტაჟოთ და შემდეგ შევეცდები აგიხსნათ, რანაირად გააკეთოთ ცივი გასწორება სახლის პირობებში, რომ მაქსიმალურად ახლოს მიხვიდეთ მიზანთან. ეხლა რაც შეეხება ირაკლი, შენ მინდა რომ შენ თვალზე და შენ ზომაზე მოგარგო ეგრეთ წოდებული სიგრძე. იარაღი მორგებისას, როცა ვირგებთ როგორც 12 კალიბრს პირობითად და მწყერი ამოგვიფრინდება. აი ეგრეთ დონეზე უნდა ირგებდე კარაბინს და პირდაპირ უნდა გაჯდებოდეს. არავითარ შემთხვევაში მისი ძებნა არ უნდა გიწევდეს რა შიგნით. ეხლა მოდი გავამაგრებ ერთ ცოტათ და გაგახედებ. და გაჩვენებ როგორ ხდება მაგის მორგება. გრძელკისრიანებს აი პირდაპირ გაგებით მეც გრძელკისრიანი ვარ, ვინც გრძელკისრიანები ვართ, მათ გვიწევს ხოლმე ცოტა წინ, ვინაიდან კისერს კარგად ვადებთ წინ, რომელსაც დაბალი კისერი აქვს ხოლმე, ძირითადად უწევთ ჩვეულებრივი კლასიკური მორგება და არა გადახარ წინ. აი ამ ყველაფერს ახლა მოვარგებ და გაჩვენებთ. ვინაიდან ახლა ჩვენ თარაზო არ გვაქვს, მაინც არაპროფესიონალური სტანოკია, ესე რომ სტანოკი არა, არაპროფესიონალური დანადგარი არის ეს დანადგარი, რაზეც ახლა ჩვენ ვამონტაჟებთ ოპტიკურ სამიზნეს, არის გასაწმენდად და არა ოპტიკური სამიზნების სამაგრად, მაგრამ მაინც საქართველოა და ჩვენ ყველაფერს ვიყენებთ ჩვენებურად, როგორც გვინდა. ოპტიკურ სამიზნეს კიდევ გააჩნია ძალიან მაგარი ფუნქცია. ბადის სისუფთავე და ობიექტის სისუფთავე. მარცხენა ხარეს არის ეს ღილაკი. პირობითად 100 მეტრზე როცა ვიყურებით 8 ზუმით, მოტანით, ესე რომ ვთქვათ, ანათიანით მნიშვნელობა არ აქვს და ბადეს ვხედავთ ცოტა ბუნდოვანს, პარალაქსი ეგრეთ წოდებული სისუფთავეს გავაკეთებთ მარცხენა ხარიდან, გადავიტანთ პირობითად 100 მეტრზე, დავაყენებთ და ბადეც გასუფთავდება და ობიექტიც რასაც უყურებთ. მაგედან გამომდინარე თან მეტრებსაც ვიგებთ, თუ რამდენმეტრზე უნდა ვესვრო და რამდენმეტრზე ვესვით. გამიგეთ ხო? პირობითად დგას კურდღელი და არ ვიცით მეტრაში. გავხედავთ, გადავატრიალებთ სისუფთავეს, გავასწორებთ და რომელი სისუფთავეზეც ბადე და ობიექტი დაჯდება, ჩათვალეთ იმდენი მეტრა იქნება ის ობიექტი, რასაც ესვრით. გასწორების შემთხვევაში ეს პირდაპირ არის მოძრავებს, უნდა მოვწიოთ მაღლა ამ შემთხვევაში და დაიწყებს ბადე ზედა ქვედა სიარულს. ამას როცა გამოვწევთ და დავიწყებთ ტრიალს, მარჯვენა და მარცხენა მოძრავებს პირობითად. როცა პირობითად გავასწორებს ზეროს, ანუ კრესტიქს
80 მეტრზე, ან 100 მეტრზე. ნუ ეს მონადირეზეა დამოკიდებული, ზოგს 200-ზე უნდა გასწორება და შორს სროლა უნდა, ზოგს უნდა 100 მეტრის აქეთ გასწორება. მოკლედ, გაასწორებენ, მერე დაფიქსირდება. შემდეგ უნდა მოეშვას ბოლტით, ვინც ამოვალ და ახსნი. შემდეგ ასე ეშვება. ნახეთ და თლიანად ამოდის პილაკი. და 0-ზე დასვავთ, სადაც ის წერტილი იყო წეღან რო აღნიშნეს დამაგრებისას. 0-ზე დასვავთ მაგ წერტილს და დაუჭერთ და ეგ იქნება თქვენი განულება კლიკების. შემდეგ ეს არის თვალის პარალაქსი. მოგიხსენებათ ზოგს პლუსი გვაქვს თვალებში, ზოგს მინუსი გვაქვს თვალებში და ეს ყველაფერი რომ ოპტიკურ სამიჯესი არაისახოს და არაისახოს მიზანში, ამიტომაც აქვს სარეგულირო თვალის პარალაქსის, აი ეს უნდა დატრიალდეს, ვისაც მინუსი აქვს თვალში, რომ ბადე ახლოს მოუტანოს თვალთან და გაარჩიოს ბადე და ობიექტი, რასაც ესვრის. ნუ ვისაც არ აქვს თვალის პრობლემა, ეს საერთოდ არ გჭირდებათ. და რეკომენდირებულია სროლის წინ გასწორდეს თვალზე და დამთავრებისას აუცილებლად დაჯდეს უკან, რომ შეიძლება რამე მტვერის შესვლა მოხდეს შიგნით. ამიტომაც ამას თავის რეზინკები აქვს შიგნით და აუცილებლად უნდა დაეჭოს ბოლომდე. როცა მორჩებით პირობითად ნადირობას ან სროლას. აი ესეთ წრეზე აუცილებელი პირობა არის იყოს 10 მეტრი ან 15 მეტრი, ვინაიდან რო გავიხედებით დარესში და იმ გასასვლელში სადაც უნდა გავიხედოთ, რომ გამოჩნდეს. ესო გავაკეთოთ ახლა 30 მეტრში, იქ აღარ გამოჩნდება და არიელი არ გვექნება ესე რომ ვთქვათ რა. ხო და 10 მეტრი არის იდეალური. მივაკრავთ კედელზე და ლულიდან ვიხედებით პირდაპირ აი ამას ვასვავთ ესე რომ ვთქვათ ლულას. და შემდეგ ბადე ჩაგვაქვს აი ამ ადგილზე ისე რომ ლულაც უნდა იყურებოდეს ლულის ბოლო ხვევის ბოლო ამ ადგილზე და კრესტიკიც მაგ ადგილზე უნდა დავსვათ. ეს არის მეგობრებო ცივი გასწორება სახლის პირობებში რომ გავაკეთოთ და რო არ გქონდეს სხვა სიტუაცია ესე რომ ვთქვათ. გამოვიღეთ მექანიზმი. გავხედოთ. ვიპოვოთ ჩვენი მიკრული, ეგრეთ წოდებული წრე, გავაშუალოთ აუცილებლად შუაში და შემდეგ უნდა გადავიდეთ ოპტიკურ სამიზნეზე, რომ ჩამოვწიოთ ბადე წრეზე. როგორც ხედავთ, ლულა გამიზნული არის იმ კრუგზე, რაც მე დავხატე და დავაკარი. ეხლა გადავდივართ ოპტიკის რგოლის ზედარგოლის მორგებაზე. შვეული ფორმით, რომ მივაღწიოთ სიზუსტეს, ასე რომ ვთქვათ, სიყვითლესთან. პირველ რიგში მეგობრებო, აუცილებელია გასწორდეს გვერდიდან, ვინაიდან შემოვიდეთ, ასე ვთქვათ, სიზუსტეში, ანუ ბადის სიზუსტეში შემოვიდეთ და შემდეგ უკვე სიმაღლე დავარეგულიროთ. პირველ რიგში მარჯვნიდან უნდა დავიწყოთ. გავხედავთ, ნახავთ, რომ ობიექტი, რასაც ვუყურებთ ლულიდან, ზუსტად იმ ადგილზეა, სადაც ჩვენ გვინდა, ანუ სიზუსტეში და შემდეგ ბადე ჩამოგვაქვს ყვითელზე. იმ დახაზულ რგოლზე, რაც მე დავხაზე. და არ უნდა გავამოძრავოთ არავითარ შემთხვევაში იარაღი, როცა ვიწყებთ ბარაბნის ტრიალს. შენ წარმოიდგენ და ზუსტად ზის. აი იდეალურად ზის. გვერდიდან არის ზე იდეალურად, ეხლა დაგჭირდება მხოლოდ ზე და ქვედის გასწორება. რა მაგრა დაჭდა. ეგ არის. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ოპტიკის მონტაჟი და ცივად გასწორებაც. ერთი იარაღი მზად არის, ცივადაც არის გასწორებული, კარგადაც არის დამაგრებული და გასროლის გარდა ამ იარაღს აღარაფერი აღარ ესაჭიროება. გადავდივართ მეორე იარაღის ცივ გასწორებაზე. ეხლა ამ იარაღსაც გავასწორებთ ცივად და მზად იქნება სასროლად. და მინდა მოგმართოთ ირაკლის გამომწერებო, ირაკლის მაყურებლებო.
ცოტა ვიაქტიუროთ. იარაღი ძალიან მალე გათამაშდება. იგარი. всё. დავასრულეთ მეორე იარაღის ცივი გასწორებაც. ორივე იარაღი გამზადებულია სასრულად და მიზანში გასასწორებლად. და რაც შეეხება ირაკლეს გამომწერებო თქვენ მოგმართავთ. გავააქტიურდეს ცოტა ვინაიდან ეს იარაღი ძალიან მალე გათამაშდება. აი ძალიან მალე. აგერ ეს ლამაზი იარაღი ეს კოხტა იარაღი. დამწყებებისთვისაც ძალიან მაგარია რა და შეუულებრივ მონადირესაც რო გქონდეს არ იქნებოდა ცუდი კოლექციისთვისაც და დასაწყებადაც მეგობრებო დავასრულეთ იარაღის ცივი გასწორება მონტაჟი ცოტა უცნაური კი გამოგვივიდა მაგრამ თუ გაინტერესებთ მსგავსი თემები ჩვენ თქვენს გვერდში ვართ, შეგვიძლია გადავიღოთ ისეთი ვიდეოები, რაც თქვენ ინტერესებში ჯდება. და შეგიძლიათ მოგწეროთ კიდევაც, რა იქნება თქვენთვის საუკეთესო, რა არის თქვენთვის საინტერესო, რაც თავარია, დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამის შესახებ, რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა. დააფიქსირეთ აუცილებლად თქვენი აზრი და ნახოთ მომავალში შეიძლება კიდევ გადავიღოთ მსგავსი ვიდეოები. დროებით გემშვიდობებით. კარგად იყავით. კარგად ირა. ძალიან საინტერესო იყო ეს ცივად გასწორება და ეხლა მე და ვაჟა გამოვედით, რომ 100 მეტრის დისტანციაზე უკვე გავასწოროთ. ის ცივად იყო, ეხლა გამოდის ცხლად. მოდი ესე გავაკეთოთ. პრაქტიკაში. ჯერ გავასწოროთ ჩემი იარაღი, მერე შენი იარაღი. კი ბატონო. გავასწორებთ 100 მეტრზე ოპტიკებს, დავსვავთ ზეროს და ნახოთ, აბა რა შედეგს სტადებს ჯერ ვაჟას იარაღი, შემდეგ ჩემი იარაღი. იმედია ვაზნები გვეყოფა. დღეს გვაქვს ორი შეკვრა ვაზნა წამოღებული, 20 ცალი. კი ბატონო. იმედია გავასწორებს და ცოტას გავერთობით კიდევაც. ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით. კაი, დაიწყე მაშინ. აბა როგორ მოერგი ახალი იარაღს და ოპტიკას? ირაკლი მინდა აღნიშნო, რომ იცი როგორ არის ადრე რომ მქონდა ოპტიკა, იმაზე სხვანაირად ვიყავი შეჩვეული. ამას, აი ეხლა ვამუღამებ. აი ესე რომ მიიდებ, ანუ არ უნდა ეძებო რა. აი ეს არის ჩემთვის იდეალური. აი ეგრევე ვხედავ. ვიხდი? ანუ თუ აი ესე მიიდებ ხარზე და უკვე შიდ ეძებ, ხო, ეს უკვე მე მგონი ძალიან ის არტული. ეგრე არ გამოდის? ხო, ანუ დისტანცია როდესაც არის მოშორებული, ხო? ხო, აი მაგალითად, ხო? აი დაინახე, ხო, ხო, აი პირდაპირ ხედავ, ვესროლე, ხო? პირობითად. მე მეორე, აი ეგრე, აი როგორც კი მიიდებ, ეგრევე უნდა ხედავდე. თუ ესე ეძებ თვალით, ესე იგი უკვე, ანუ არის ის, რომ უნდა გაასწორო რა. და ეხლა ჩემთვის ეს ოპტიკა როგორც სახიანია, არის იდეალური. ირაკლი მინდა აღნიშნო კიდე, რომ ანუ ეს იარაღი როცა გვაქვს, ძალიან ჭირდება ვარდიში რა. ეს იმას ანიშნავს, რომ ერთხელ რო ააცილებ, იმას ანიშნავს, რომ ან ვერ ასწორებ, ან უნდა ივარდიშო ძალიან ხშირად. საერთოდ ხშირ ვარდიშს მოაქვს შედეგი. ერთი შეხედვით აი ეს ოპტიკაც და თვითონ ატათურქუაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მარტივი და პრიმიტიული იარაღია რა ამბავში, არ არის ზედმეტი გადატვირთული და დამატებითი ოპციები არ აქვს. აქვს სავაზნე, მექანიკური სავაზნე, გაქვს ოპტიკა, რომელიც აუცილებლად გასწორებული უნდა იყოს და არ არის სავალდებულო ამით ინადიროს ადამიანმა. ჩვენი კანონები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა მეურნეობების გარდა ესე სანადირო ლიცენზიით ბუნებაში ინადიროს. შეგეძლიათ ამოხვიდეთ სასროლეთში, გაერთოთ, ერთმანეთს შეეჯიბროთ მიზანში სროლაში და წეღან ვაჟამაც აღნიშნა. ძალიან დიდი და ხშირი ვარჯიში ჭირდება, როდესაც ისვრი ოპტიკიდან და შორ დისტანციაზე.
თუ ფიქრობ, რომ ერთხელ მოარტყი, ორჯერ მოარტყი და თქვათ მესამე წამოსვლაზე რაღაც სხვა შედეგი გაქვს, გული არ აიცრუოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მიზანია არეული, ან რაღაცა სხვა რაღაცაშია საქმე. უნდა დაუკვირდეთ იმას, რა არის იმის მიზეზი, რომ თქვათ სამიზნეც ხდება. ეს შეიძლება იყოს ქარი, ეს შეიძლება იყოს თქვათ ადამიანის დაძაბულობა. აი ხასიათიც კი ჭირდება და ხასიათიც კი მოქმედებს ზოგადად, როდესაც ესეთ შორ დისტანციებზე გვიწევს პატარა სამიზნეზე სროლა. ვიტყოდი, რომ ამ ფასში ეს იარაღი ჩემი აზრით არის კარგი არჩევანი და საუკეთესოც, მინდა აღვნიშნო. თურქული წარმოების არის, მაგრამ ბევრ ამერიკულს ამ ფასში მართლა უტოლდება და არ ჩამოურჩება, მინდა გითხრათ. ამ ფასში სხვა ბრენდებს ვერ იყიდი და თუ იყიდი კიდე ესეთი ხარისხის და ესეთი დონის არ იქნება. ოპტიკას რაც შეეხება, ამაზეც ვიტყოდი, რომ ამ ფასში კარგი არჩევანია. მთავარია დიდხანს და სტაბილურად იმუშაოს, არ ქონდეს რაღაც დარღვევები, თქვათ რამოდენიმე ნასროლის შემდეგ და ამ ყველაფერს კიდე პრაქტიკაში ნახავთ და არაფერს არ უკეთებს ესეთ რეკლამას. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ, დაახლოებით 50 ვაზნამდე გვაქვს უკვე ამ იარაღიდან ნასროლი და ნორმალური შედეგია. აი ნახოთ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და ასე შემდეგ რა იქნება და ამასაც არ გამოგაპარებთ, იმიტომ რომ მე დავაჯა ძალიან ხშირად ვაპირებთ ამოვიდეთ სასროლეთში, გავტესტოთ სხვადასხვა იარაღი, მარტო ამ იარაღებზე არ გვაქვს საუბარი და ძალიან საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მიდი. ძალიან ცოტაც და ფილმს ვაყავთ. იკა შენს ბაბას ვიცავარ ნახე რა პოსტა ანუ ჩემო ახლობლო აღო მინდა აღნიშნო რომ ესე იგი როცა ვასწორებდი ოპტიკას 5 ვაზნაში აგერ არის ჩემი შედეგი ანუ პირველად აი ეს ვარიანტია მე ცოტა ესე იგი ოპტიკა გავასწორე მე ორი ვაზნა ზემოთქვემოთ და აი ბოლო ორი ვაზნა ასე მგონი არის იდეალური შედეგი აი ანუ ჩემი იარაღი უკვე ირაგბი გასწორებულია ასე მგონია არის იდეალური ვარიანტი 5 ვაზნაში გასწორდა აი პირველი მე ორი ცოტა იყო ქვემოთ მე ცოტა ავწიე ზემოთ აი კიდე შეიძლება მაგრამ უკვე ეს არის იდეალური ვარიანტი რა ეხლა გავასწოროთ აბა ჩემი იარაღი იკა ცოტა გვერდზე მოვარტყი ხელის ბრალია ახლოს იმედია კორექტირება არ დაჭირდება ცენტრის რგოლზეა. ცოტა დაბლა მომივიდა.
გვერდზე ამერცა. ჩქარო. ჩქარო. რომ ეხუთი ტყვია ვნახოთ. არა, გვერდზე წავიდა. ირაკლი, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ახალი ოპტიკა მე მაგალითად მომეწონა. კი. და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე რომ მე მაგი არაღის კმაყოფილი ვარ და მაგოფიქრის რადგან აქედან უფრო ხშირად ვისროდით და რამოდენიმეჯერ ვივარჯიშეთ ვიდრე ამ იარაღიდან და თლად კმაყოფილი ვერ ვარ დღეს. ანუ აქედან რა გამოდის დასკვნა? დასკვნა გამოდის რომ ახალი შენი იარაღი უნდა ისროლო შენვე. კი, ყველა ანუ ხო ერთნაირი მოდელებია, მაგრამ დამიჯერეთ, დამერწუნეთ რომლიდანაც უფრო ხშირად ისვრით უკეთეს შეგვიძლია. კი, თან დავაბრალოთ ცოტათი იმას, რომ ახალია და ეგრეთ წოდებული ლულის აპკატკა გავლილი არ აქვს და ცოტა ცდომილებას ეგეთ იძლევა, მაგრამ აი ეს ჩემი ნასროლები არა დაჯგუფებით, რაც იყო, ჩემი ბრალია, სროლების ბრალია ყოველთვის ნასროლი. ცოტათი გარეთ ვიყავი, გასული ხუთივე ოდნავ გარეთ იყო. ერთიანობაში კარგი დღე გამოვიდა, ბუნებაში გამოვედით. მარტივად გავასწორეთ სამიზნეები 100 მეტრ დისტანციაზე. ძალიან ახლოს მივედით და მივახლოვდით. ესეც უკვე შედეგი არის და შედეგიანი გამოსვლა და სროლა იყო ჩემი აზრით. ხშირად ვიაროთ, ხშირად შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს ესეთი საინტერესო შემეცნებითი ვიდეოები და ხშირად გავახუროთ ხოლმე ლულები რა, სანამ ნადირობა დაიწყება. ერთს ვიტყვი რა. ხო. მე უკვე ვარ მზად. ვისაც მეურნეობა აქვს და ყავს ღორი, შეუძლია დამპატიჯოს. დიდი სიამოვნებით წავა. მე დიდი სიამოვნებით გამოყვებით. ხო, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. აუცილებლად უნდა იყოს ეს ვიდეო დალაიქებული, რომ მომავალში ესეთი ხარისხიანი ხარისხზე გამოვახვილებ ყურადღებას. ეს ხარისხი არის ზუსტად ჩვენი მაყურებლის დამსახურება და ჩვენი ერთადერთი სპონსორის Drive Motors-ის დამსახურება. ესეთ ხარისხიან ვიდეოს რო უყურებთ და მოკლედ დალაიქეთ, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ და ჩაერთეთ სანადირო იარაღის დიდ გათამაშებაში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. აუცილებლად დავემშვიდობოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ყველა იყარხართ, ყველას გაფასებთ. მომავალ შეხვედრამდე.